ესე იგი გადავიდეთ მე როგორ შევშენდები ვიდეოზე და ამ წყობაში კაფელის ტარიფი. აი მაგალითად ხედავთ 4-ს. აი ნახეთ მაგალითად ამ ჩაყოლებაზე ნახეთ როგორი ერთი ზომისა და ამ ჩაყოლებაზეც ზუსტად იგივე ზომა რაც იქ. ასე ვთქვათ, რო არ მოხდეს დარღვევა რო რაღაცა. იღებთ ლაზერს. ეხლა შეიძლება წაკეთოს რო გაგეთ მაგრამ ხა დღეს ელოსაც ლაზერი თუ არა ცოტა არ იყოს რა იმისთვის ეს ვიდეო ზედ მეტი აქვს და აჭირდება მას იმან რო არ კარგოს ხელს აქვს ასე ვთქვათ. არც ესეთი ძვირის ელემენტარული შიდანი მოდელზე რო გეყოს ლაზერი თუ არა და ნუ საჭიროა და კიდევ სამდით საქმეს. ესე იგი ლაზერს ოთახის ესე იგი ოთახის ცენტრში ზუსტად ხაზი, ხოლო ოთახის დასასრულშიც ზუსტად იგივე ზომაში გააკეთეთ. ის ხაზი, რაც თქვა, იქ იქნება კედლიდან ხაზი, ცენტრში ზუსტად იგივე. აი მაგალითად, სანტიმეტრი რომ 1 სანტიმეტრი რომ ცნობილება იქიდან აქ ბოლოში გქონდეს, ამდენ წყობა კაფელზე წარმოიდგინეთ, რამდენი წყობაც კაფელზე და თქვათ რომ იმდენი სანტიმეტრით მოიპაროს კაფელი. ან გაიზრდება, ან შეცვლდება. პირობითად. ეს ხაზი უნდა იყოს ასე სწორად და დარჩა თქვათ 100. ხვდებით? აი მაგალითად სანტიმეტრი ნახევარი და თვალით არის შეუმჩნეველი. იწყებთ წყობას, იწყებთ გებას და იქ პირველ კაფელს რომ მოჭრით თქვათ 100-იც და დაგიდებათ პირობითად 1 მეტრო, შემდეგ კაფელი დაგიდებათ მეტრო 99 ნახევარი. შემდეგ მოიკლებს და აქ რო ჩამოხვდათ, აქ დაგიდებათ 80 სანტიმეტრიანი კაფელი უკვე იმდეს მოიპარავს. ამას რო გახედავთ, არც ეს წყობა გექნება სწორი და პატარავდება. ეს წყობა დამშრალად იქნება პატარა დაიწყება და აქ გაიზრდება. ეს პრობლემა, აი უდიდეს პრობლემა რა ვიცი. და შემდეგ ამისა ეს ზოლები ასე რაც მიდის, ეხლა თქვა ამას რასაც უყურებ, ესეც გამოვა ასე და არა სწორად. ამიტომ მიაქცეთ ყურადღება და გიჩვენეთ რამს. აბაზანაკი და კედელი იატაკი ნებისმიერი ზომის, ნებისმიერი ფორმის, ნებისმიერი წყობაში კაფელის დაგების დროს, გაითვალისწინეთ ერთი რამ. დაწყების დროს პირველი დღე რომ იწევთ, დახარჯეთ თუნდაც მთელი დღე, აი მთელი დღე დახარჯეთ თუნდაც და მთელი დღე დავიყვათ 1 კვადრატი ან 2 კვადრატი კაფელი მაქსიმუმ. და არ დაგწეს გული. ეს შრომაჩადეთ პირველი დღე და ეცადეთ რომ კაფელი დაიწყოთ მაქსიმალურად სწორად. თუ დარღვევით და შეცდომით ასე ვთქვათ, არასოდეს იქ წეღანაზრდა ვისაუბრე ზოლები დაიწყეთ არასწორად, შეგიძლიათ ძალიან დიდ პრობლემას, გამოგწონებელს ასაკრით დაჭერა კაფელი თავდაპირველად და გამოვა ძალიან ცუდი რაღაცა. ამიტომ გიჩვენებთ პირველი დღე არ დაგესაროთ და დაიწყეთ მაქსიმალურად სწორად და იდეალურად კაფელი. შემდეგ უბრალოდ იმ სისწორეს მიიღებთ და მოჩა მარტივად გახვალ ბოლოში გასვლა. არანაირ არაფერი პრობლემას არ შეგიძლიათ. ესაც ასე რომ მეთქვა. გავი იმედი დაგეხმარებათ იმეს და თუ რამს თუ გამოსვით ისეთი რომ მეტი გამოსვლება გაგაჩნიათ და გამიზიარებთ თქვენს აზრს, ძალიან დიდი მადლობა დაგვრჩებით. საკმაოდ დიდი ხანია ხელობაზე ვმუშაობ, ასე ვაჭერი ვარ, შავ კაკაში და ვაკეთებ აი ბოლომდე, კაფემეტლარი მაგიარკა, ელექტროვა, სანტექნიკა, ყველაფერს რა ერთი სიტყვით. და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ისეთ რაღაცებს ვაწყდები, რაც ვიგნის ძალიან დიდ პრობლემას ზოგს რაღაცებში შემიხვდები, ზოგს ინტერნეტში მოვიძებ და ვნახავ როგორ რაღაცა უდევს, ეს პრობლემა როგორ მოვიდა, როგორ გამოსვლა და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ და ნუ ზოგადად ვითარდება ყველაფერი, მიწევს წინ და კიდევ თორე ჩვენც უნდა განვითარდეთ ხელოსნებო და უნდა გავყვეთ ამ ყველაფერს თუ ჩავჭით, მოჩაიეთ ჩვენი დღეს ეს წაკითხი ისე მეორე საკითხს გაკეთებ და მოჩ დასრულების შემდგომ სამშობლო გამიხარდაგიზეთ არა იყოს და всё, უნდა იცოდო რომ აი მაქსიმალურად შენი პროფესიონალიზმი გამოვლინო ბოლომდე დაიხარჯო. მაგალითად აბარს ვიდეო ვიდეოს ახლა ბაზარის ვიდეო 45 გრადუსებში აქვს გაკეთებული კუთხეები, მაგრამ სადაც მუშაობ, ნუ მე პატრონით რა რომ ამ საკითხს ვაკეთებ და პირველი საფრთხე გამოდებული აქვს ასე ვთქვათ და როგორც სადა ხელს მიხარდა მაგას საუბარ და ჩვენ როგორი კავშირს კუთხეები გამოყანე რა ის კალმის ეგრეთ წოდებული როგორი დიაბეტს ასმე. და ნუ მასე ხო გაკეთება ისე ვიდეო და მე თქვენ გაკეთება ნეტი, ნუ შემეძლო რომ საერთოდ ამეწოლა, გაკეთებინა ისე, არც რამე პრობლემა ქონდა ვინმეს, პირიქით უდოდათ ისე. მე თქვენ მასალ